გამარჯობათ მეგობრო, არხის გამომწერებო, კაი ხალხო. იარაღის მოყვარულო რასაკურლე თუ ამ არხზე ხართ. მოდი ქართული YouTube კიდე ერთი ვიდეოთი გავავტიტროთ. ძალიან საჭირო ბოროტო ვიდეო, იმიტომ რომ ეს იარაღი ბევრს მოწონს. არის აი ესეთი რაღაცა. ავტომატი კალაშნიკოვი საკეცი. რუსულად AKMS. კალიბრი 7.62-39-ზე აი ესეთი ტყუები იდება. რაც სასწაული ტყუია ვნახე. სკორპიონი აწერია ზედა. კალიბრი 3 ცალი ტყუია მაქვს. ერთს ამას ვისვრი, ორს კიდე აი ამას. მოი თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. ლეგენდარული იარაღია. პეპეშა ავტომატი იყო მეორე მსოფლიო ომში ომობდა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გამოჩნდა სუდაევის ავტომატი. ვერ ჩავიგდე ხელში, მაგრამ შეიძლება ეგე ჩავიგდო რა. და სუდაევის შემდეგ მერე ეს ავტომატი შემოვიდა უკვე AK ერქვა ავტომატ კალაშნიკოვის ავტომატი. ბოროტი ხმები ამბობენ რომ გაუნათლებელ სერჟანტსო ესეთი იარაღის შექმნა არ შეეძლო. იმ ფონზე როცა რუსებს სარდაფში ყავდათ დამწყოვრული ცოცხალი ჰუგო შმაისერი. და რატომღაც ამ ვანიას დააბრალეს რომ მაგან გააკეთავ. აი ძალიან მაგრა კი არ ამგონია, საერთოდ არ ამგონია რომ მაგან გააკეთა. იმიტომ რომ ეს არის გენიალური იარაღი. და თუ გენიალური იარაღი შემთხვევით არ იქმნება რა. თქვათ, კაი, მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ტიპს გონება ქონდა გასცილდი. იმის შემდეგ აღარაფერი აღარ შეუქმნია რა. სემუელ კოლტმა ან ბრაუნინგმა მილიონი იარაღი შექმნეს, 1000-ნაირი კონსტრუქციის. ეს მგონი ჰუგო შმაისერის ბოლო სიმღერაა. AKMS-ი ანუ ეს არის ავტომატი, რომელიც იკეცება, აი ქვემოდან აქვს საკეცი გაკეთებული და არის პოლონური. აი ნახეთ. ეხლა არ ვიცი ეს რამდენად კაია რა. საერთოდ საბჭოთა კავშირში ამ იარაღს ყველაზე კაი იყო საბჭოთა იარაღი. ზოგი შეცდომით რუსულს ეძახის, რუსული არა. საბჭოთა იარაღი იყო მაგარი. თავი ესი სტანდარტები ჰქონდა. პოლონეთს უშვებდა ავტომატებს. რუმინეთს უშვებდა, ბულგარეთს უშვებდა, გერმანიას უშვებდა, ჩინეთს უშვებდა. ანუ აი მოდელებს. ეხლა პირდაპირ ეტყობა რომ ეს რაღაცა არ იყო ამფერი. ნუ კომერციული მიზნით არის გაკეთებული. ნახე რომ ავტომატური იარაღია. კალაშნიკოვს გავს ძალიან მაგრად. ანუ მოდი ეგრე ვთქვათ რა, კალაშნიკოვია სუფთა. არანაირი სხვა დეტალი და რაღაც უცნაურობა ამას არ აქვს, რომ შეხედოთ, აი შეხედეთ. თვითონ ხელშიც ისე იგრძნობა. თუ ეს არის ამოღებული შენახვიდან, იქნება საბრძოლო. აი ეს ყუთი, რაზეც არის აწყობილი, ეტყობა რომ საბრძოლო, აი მოდი შუქზე გამოვიტანოთ, აი ორი ციფრი აწერია, აი აქ. ანუ ეს იყო ჩამოსულიყო და ავტომატურზე ესროლა, ამაზე გააჩერებდი და ისოდაც ათითაოთ. ნაკლოდ ავტომატური კეთდებოდა. რახან ეს ციფრები აწერია, მე აქედან ბარბაცა გამოცილი გადაკეთებულია. ანუ რო ჩამოწევთ, ავტომატურს უკვე აღარ ისმის, მაგრამ რახან ეს აწერია, ესე იგი საბრძოლოა. რა ლულას რაც შეეხება, ლულა შეიძლება იყოს საბრძოლო, შეიძლება არ იყოს საბრძოლო. თუ ძველია საბრძოლო იქნება, ანუ თვითონ ეს რაზეც არის აწყობილი ავტომატი. სულაც არ ნიშნავს, რომ ლულაც იგივე ეყენება რა. შეიძლება სხვა რაღაცა ეყენოს. ლულა ქრომირებული აქვს. ხელში კარგად იგრძნობა, ანუ ისეთი რაღაცაა, რომ აი რამე ჩემთვის უცხო არაფერი არა აქვს. რა ერთადერთი რაც არის ეს ჭიდის ამოსაღები ნიჩაბივით აქვს რაღაცა დიდი. აი რა ვთქვა რა, უბრალოდ სხვანაირია, შეხედეთ ვისაც კალაშნიკოვი ქონიათ, აი ცოტა სხვანაირია, მაგრამ მგონი პოლონელები საბჭოთა კავშირის დროს ვაწარმოებდნენ იარაღს, აი ესეთი დიდი რაღაცა ქონდა. მოსახერხებელიც არის
უბრალოდ მიუჩვეველია. დიდია და ადვილად ხელი რომ მოკიდოთ რა, ხელთათმანიანი ხელი. საბჭოთა კალაშნიკოვს აი ესენი ქონდა უფრო პატარა რა. თუ იყიდით აი ესენი ხისა მე პატრონემ დააყენა და არ ეყენება პლასმასზე ეყენება, მაგრამ ნუ შეგიძლიათ რომ გამოცვალოთ, ესენი ცალკე იყიდება. ავი დაფარვა ხელს ვკიდებ. ცუდი არ უნდა იყოს. აქ აწერია რომ 800 მეტრამდე ვისვრიო აი ამაზე, სამიზნე იმაზე რა ქვია დაფაზე, ზემოთ იწევა. უცნაურობა რომ აი ეს ალბათ უკვე სხვა რაღაცისგან არის მოსული, ეს შეხედეთ ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ ეს რაღაცა სხვა საღებავით არის შეღებილი. მაგრამ მოდი რა ისე ვილაპარაკოთ რომ საღებავის ვარაფერში შენ არის, ამინც არ აქვს როცა ერაგზია ლაპარაკი. ეხლა ზოგი რო იძახის რომ აკაიმის ტყვია ესო. აი ეს არის აკაიმი და ეს არის აკას ტყვია, ანუ აკაიმი ნიშნავს ავტომატი კალაშნიკოვი მოდერნიზირებული, ემი ნიშნავს მოდერნიზირებულს. და იმაში გამოიხატებოდა მთელი ამ კონსტრუქციის მოდერნიზაცია, რომ აი წინ აი ესეთი რაღაცა უყენია, აი ესეთი აი ათლილი. და რისთვის აქვს სროლის დროს ავტომატს ტენდენცია აქვს, ნუ კალაშნიკოვს რომ მარჯვნივ წაიღოს და ზემოთ იარაღი, აი წინ დავდგები, ოპერატორს მიუშვე რა ვქნა და აი ესე გავაკეთებ, აი ესე მიდის ზემოთ. ამიტომ შეხედეთ რულას ათლილი როგორ აქვს, აქედან რო ტყვია გამოდის, აქ გრძელისა აქვს, რკინა დატოვებული ზემოდან წათლილია. ანუ გაზი აქეთ მხრიდან ამოდის და რულას აწვება დაბლა. ნუ ავტომატური ჯერის დროს, როცა სათით აუთითვრის, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ავტომატური ჯერის დროს, როცა მთლიანად ის მთელ მჭიც ეს რულა სტაბილიზაციას უკეთებს, რომ დაბლა წამოვიდეს. ნუ თუ ძალიან გამოსდილი ხართ, ხელთაც შეძლეთ ამის დაბალანსებას, მაგრამ როცა შარში ხართ, ომი და რაღაცა და უცებ ამოხტი და სრულად დაიწყე, აი ეს წაგივად ზემოთ რა. ამიტომ ეს მერე მოდერნიზაცია გაუკეთეს და აი ეგეთი რაღაცა გააკეთეს. მერე ჩემ ავტომატს შევადარებ ამ ავტომატს, კიდე ცალკე ვიდეოს შავიწერ, AK-74 და AK-M AK-M-SIA სკალადნოი. ნუ ახლა ამას ნუ მიაქცეთ ყურადღებას, მნიშვნელობა რა აქვს, ჩათვალეთ რომ AK-M-ია. შევადაროთ იმას ხვირი რანაირი ქონდა და სხვანაირი რაღაცა მოიფიქრეს. დანარჩენი მე იმის შედარებაზე ეს ორი ავტომატი ერთმანეთს შევადაროთ. მოდი ახლა ვისროლოთ, ხო? ეხლა ამას რო იყიდით. არ მომწეროთ სად იყიდეო, არ ვიცი სად იყიდა. ღირდა 3900 ლარი. აი ეს პოლონური მოყვება 10-იანი მჭიდი ესეთი ჩვეულებრივი 30-იანი მჭიდის უკეთდება, რომელიცაც ეხლა მე არ დაუყენებ. ნახოთ როგორ მოხდება ეგ ამბავი. მე პატრონი ძახის რავი, ასე თუ ისე გასწორებული მაქვს 30 ვაზნა ვისროლეო. არ ვიცი ახლა როგორ არის გასწორებული. ვისვრი და ვნახავ. ესეთი ჩეხური ტყვიებია, ორი ცალი. ეს სკორპიონიც გონი ზედრო აწერი ესანახეთ რა ტყვიას. ჯერ ამ ორს ჩავდებ. და თუ ხელზე ვიგზენი რამე განსხვავება, მაგასაც გეტყვით რა. აი ეს. სროლიზოს ყურები დაიცავით ხოლმე. იმიტომ რომ იმ მომენტში შეიძლება ვერ ისაქნათ რა ქვია. აჰა. აი კონდა ნიჩაბივით რაღაცა. შესახედაოდ არის აი ესეთ შეხედეთ. მე რომ მკითხო, სანადიროთ ხო გინდათ ესეთი რაღაცა, ხო ეს 30-იანი მჭიდი საერთოდ არ ესაჭირო. 10 ტყვიაც ძალიან მაგრა გეყოფათ რა. მოდი აბა ეხლა ყურებს დავიცავმე. და 35 მეტრზე ვისროლოთ 3-ზე.
შეგრძნება ჩვეულებრივი როგორც ავტომატზე ტყუები სხვადასხვა გვარი იყო და არანაირი მე ვერ ვიგზენი რაღაცა რომ მოხდა ანუ სხვა ტყუია რო ისორო ბლოს სუნის ხვანერი აქვს ისეთი სუნი არ აქვს თვითონ დენს როგორც იარაღს იარაღის სულას მორჩებით გადმოწიეთ ჯერ მჭიდი მოხსენით გადმოწიეთ ჩაიხედეთ შიგ იარაღში თუ ბინდია თითი ჩაყავით დარწმუნდით რომ შიგ ტყვი არ არის მე დასხრიტეთ ცველზე აიყვანეთ და წავიდეთ ვნახოთ აბა რა მოხდა ვესოლე ერთგვაროვნათ რა შეძლების და გვარად და ვნახოთ აბა რა მოხდა ესეთი კალიბრები ბევრს მოწონს სანადიროთ არის კაი რა მართალია მე 5.45 მაქვს მაგრამ 7.62-იც არის ძალიან მაგარი აჰა აბა ვნახოთ თუ გასწორებული იყო რა ქნა გასწორებული მართლა იყო აჰა ორი აქ მოხდა ერთი მოხდა აქ ეხლა მე პატრონებს ტყვები რომ მოიტანა მითხრა რომ კლუბში დადის სადაც როლებია მე მაგ ტყვიების ის არა ვარ აქვე ექსპერტი და ეს სკორპიონი არის რომ იმიტომ რომ ჩამაგრებული იარაღიდან ვისოლეთო 10 ვაზნაო და 10-ვე სხვადასხვა მიმართულებით მოხდა ანუ თუ ტყვია იყიდეთ აი სკორპიონი რო ეწერა ეგ ვაზნა არ იყიდოთ იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი ეს ბოლოში მოხდა თუ თავში მაგრამ მგონია რომ ეს სკორპიონის ნაქნავია რომელიც გვერდზე გაფრინდა ანუ თვითონ ჭურვი რაც მიფრინავს იმაში არის ბალანსი დაკარგულიო მეთევს ვერ დავდებ ვერ გეტყვით ეხლა მართალია თუ არა მაგრამ სამივე ვესოლე აი აქ უმიზნებდი შუაში და ერთი მაინც წავიდა გვერდზე მე მაინც რაღაც იმის ეჭვი მეპარება რომ სკორპიონის ტყუის ამბავია ეგ დანარჩენი აბა რა მოხდა რა შეგახაროთ კაი შტაბეჭილება დატოვა ანუ როგორ გითხათ კალაშნიკოვია რა სტანდარტში ჯდება ესა შეგიძლიათ იყიდოთ და ტარების უფლებით გაიფორმოთ ერთადერთი რაც არ მომწონს არის რომ აი ეს არის თეთრი რა მაგრამ მაგის დედაც ვატირე ამისი გაშავება შეიძლება თუ მოგინდათ მიხვალ და ამაზე არანაირი ის არ ხდება რა ქვია ცეცხლი გახურება და რამე ამას არ ეხება რა არც არაფერზე არ ახახუნობს ისე რომ ეს მერე გადაგიწევს ან ზოლს გაიკეთებს მე შეგიძლია გააშავ დანარჩენი არის კალაშნიკოვი აი ესეთი რაღაცა და ამის განხილვა მქონდა მაგრამ სროლით არ მქონდა ნასროლი ეგ პირველად ვისროლე იმედია მოგეწონთ ვისაც აქ გაქვთ ეხლა ვინც აფხაზეთში მომდა რაღაცა ეს იარაღი და ძველები ხარ და ჯარში ნამყოფები ხარ საბჭოთა ეს იარაღი იყო რა ვიცი ჩვენი ყველაფერი რა და ამით ამას დავამთავრებ ამის განხილვას მე მეორე ვიდეოს გადავიღებ ჩემი იარაღს ანუ 5.45 ან აყო 74 შევადარებ აი ამას დავშალოთ შიგნიდან ვნახოთ რანაირი ამით გამოგემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე